ეს არის ერთ-ერთი სწორი მანერა თუ როგორ ივაჭრო breakout-ზე. მეგობრებო, ამ ვიდეოში განახებთ თუ როგორ ვაჭრობ მე breakout-ზე, განახებთ იმას თუ როგორ უნდა ივაჭროთ თქვენც და განახებთ იმას თუ რა არ უნდა გააკეთოთ და რა არ არის breakout trade. მოდი ახლა გადავიდეთ ჩარტებზე, განვიხილოთ ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა. მაგალითებსაც განახებთ, რამოდენიმეს, რაც შეიძლება ადვილ მაგალითებს, რომ ყველასთვის ადვილად გასაგები იყოს ეს ყველაფერი. და რა არის ეს breakout trade? Breakout trade არის, როცა შენ იმყოფები ორი range-ის შორის და არ არის აუცილებელი რომ range ესეთი იყოს. ანუ ახლა ვარ კლასიკური range, მაგრამ range შეიძლება იყოს ესეთიც. ნუ ამას მე კომპრესიას ვეძახი, რა თქმა უნდა. მაგრამ რაც კიდე ეს დავუძახოთ, ანუ ფასი მოძრაობს ამ ორ ლეველის შორის და breakout-ის trade. ეხლა რაში უშვებს ყველა შეცდომას? ყველა ანუ როდის იღებს ხოლმე ყველა ტრედს. მე ყოველთვის ვამბობ, რომ range შეგიძლია ჩვეულებრივად ივაჭრო, მაგრამ როცა არის range-საც აქვს, რა თქმა უნდა, თავისი წესები. ჩვენ გვაქვს ის ადგილი, სადაც გამყიდველები არიან, ის ადგილი, სადაც ყიდველები არიან. ანუ როცა ფასი იმყოფება აქ, მოდი დავხაზოთ. ვთქვათ, რომ ვითომ ესე პინგ-პონგს თამაშობთ, რა თქმა უნდა, ფასში და ჩარტებში ყოველთვის ესეთი კლინ არ არის და ესე სულთან არ გამოიყურება ჩარტები, მაგრამ ასახსნელად ეს უფრო გაგვიატვირთ. ჩვენ ვიცით, რომ აქ მაღლა ყველგან შეგვიძლია ვეძებოთ შორტები და ქვემოთ შეგვიძლია ვეძებოთ ლონგები, იმიტომ რომ თუ ქვემოთ აიღე ქვემოთ ლონგები უფრო უპირატესობაში არიან, იმიტომ რომ შენი რევარდი არის მაღლამდე და მაღლა კიდე პირიქით. ეხლა ამ range-ს გვაქვს ხოლმე ყოველთვის mid range-ი და ფასი როცა აქ იმყოფება, მე ვამბობ, რომ ეს არის no man's land და მან ხშირ შემთხვევაში, ანუ range-ის შუაში rates არ ვიღებ ხოლმე, იმიტომ რომ ჯერ ეს ერთი არ იცი ფასი საწაო და მეორეც კიდე რევარდი აღარ არის იმდენი. მაგალითად, ჩვენ თუ აქ ქვემოთ იღებთ rates, რევარდი არის აქამდე, მაგრამ აქ თუ იღებთ rates, რევარდი არის ანაკამდე და რა თქმა უნდა ეს უკვე აღარ არის დიდი და საინტერესო. ეხლა რას ნიშნავს breakout-ი? როცა ფასი მოძრაობს ამ ორ ლეველის შორის, ეგ იმას ნიშნავს, რომ ყიდველები და გამყიდველები არიან ბალანსში, ანუ არც მეტი მყიდველია და არც მეტი გამყიდველი, უბრალოდ ბალანსში არის. იმ შემთხვევაში ჩვენ ავირჩიოთ გზა, წავალთ მაღლა, ჩამოვალთ ქვემოთ, საჭიროა ამ range-ის გარღვევა. ანუ breakout-ი. როგორ ხდება ეს breakout-ი? breakout-ი შეიძლება მოხდეს მაღლა და წავიდეს მაღლა, ან შეიძლება მოხდეს და წამოვიდეს ქვემოთ. ეხლა სად უშვებს ხოლმე ყველა უდიდეს შეცდომას? ყველას ემართება ხოლმე FOMO და ყველა შედის ხოლმე breakout-ში. ეხლა ნახეთ რა ხდება, როცა შენ ხარ breakout-ში და ჩვენ გვაქვს, ანუ თქვათ რომ ესეთი breakout-ი მოხდა, როცა შენ უკვე აქ შედიხარ ტრეიდში, ჩარტებზეც განახებთ მაგალითს, როცა შენ უკვე აქ შედიხარ ტრეიდში, აქ ეს არის უდიდესი შეცდომა და შენ უბრალოდ ესე ვთქვათ, გემბლერობ, ამას უკვე გემბლინგი ქვია და არანაირი ესე ვთქვათ, რისკ მენეჯმენტი შენ არ გაქვს და არანაირი გეგმა შენ არ აქვს. როცა ფასმა გაარღვია, შენ მაგ დროს უკვე ტრეიდში უნდა ჯდომილიყავი და ეს გარღვევა უნდა ყოფილიყო შენი take profit-ები. მაგალითად, თუ შენ აქ აიღე ლონგი, რასაც მე ვაკეთებ ხოლმე ყოველთვის, ჩემი 80%-ამდე მოგებას აქამდე დავაფიქსებ და თუ მოხდა და გაარღვია, მაგ შემთხვევაში მე უკვე ტრეიდში ვიქნებოდი და ეს გარღვევა იქნება ჩემი take profit-ები, მაგრამ რა თქმა უნდა ეს ყოველთვის არ ხდება და ამაზე არ ვილაპარაკებთ, ეს უბრალოდ მაგალითად ვხსით, მაგრამ როგორ უნდა ვაჭროთ breakout-ი? ანუ თქვით უკვე თუ რას აკეთებს ყველა ხშირ შემთხვევაში, ელოდებიან ფასი გაირღვეს და როცა ფასი ირღვევა, ისინი ანაკ შედიან ტრეიდში, stop loss აქ აყენებენ, მე გაისტოპებიან და ფასი მინდის ხოლმე მაღლა. ყველა ამ შეცდომას უშვებს, ან ქვემოთაც იგივენაირად არის, როცა short-ზე შედიხარ, ყველა აქ შედის. short-ზე აქ აყენებენ stop loss,ისტოპებიან და მე ფასი მინდის ხოლმე ეკეთკენ საიდანაც ფიქრობდნენ რომ წავიდოდნენ და მე უფრო დიდ FOMO-ში შედიან და აქ შედიან ხოლმე short-ში და მე ხშირ შემთხვევაში ეგენიც სტოპებიან და ფასი აგრძელებს ხოლმე ქვემოთ ვარდნას და ხშირ შემთხვევაში ძალიან ბევრი ამაში კარგავს ხოლმე ფულს. და ხშირ შემთხვევაში ძალიან ბევრი ფულს ხოლმე, იმიტომ რომ მე უკვე FOMO-ს ყვებიან და revenge trading-ს აკეთებენ და ბევრი რამე, რაც რა თქმა უნდა ეხმარება ანუ ზრუნავს იმაზე, რომ შენ დაკარგო ძალიან ბევრი ფული. მე როგორ უნდა ივაჭრო ახლა და როგორ ვაჭრობ მე პირადად.
როცა მოხდა მაგალითად აქ გარღვევა, რენჯის გარღვევა, მაგ შემთხვევაში შენ გიაქტიურდება ლონგები. თუ ქვემოთ გაიღვა, მაგ შემთხვევაში მე მიაქტიურდება შორტები. და როდის ველოდები ხოლმე მე რომ შევიდე ტრედში, მე ყოველთვის ველოდები pullbacks. Pullbacks ველოდები, იმიტომ რომ ესე ვთქვათ, ჩემი გარღვევა დადასტურდეს. თუ შენი გარღვევა დადასტურდა, მაგ შემთხვევაში ვიცი რომ მივიდივართ მაღლა და მე მარკეტ ორდერებით არასდროს არ შევდივარ ტრედში. ვინც მარკეტ ორდერებით შედის, ეგ ნიშნავს იმას, რომ მას არ ქონდა არანაირი გეგმა და არანაირი პლანი, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ხედავ ხოლმე რომ ყველა ლაპარაკობს პლანზე და გეგმაზე, რომ შენ უნდა გქონდეს შენი პლანი, გაყევი შენ გეგმას და ასე შემდეგ და როცა ფასი გააკეთებს რაღაცას, მარკეტ ორდერით შეია. ნეგ რა თქმა უნდა პლანი არ არის და გეგმა არ არის. შენი გეგმა გეგმას დავარქვემდი მაგ შემთხვევაში თუ შენ გაქვს ორდერი დაყენებული, buy ორდერი გაქვს დაყენებული, stop loss-ი გაქვს დაყენებული და განსაზღვრული გაქვს შენი take profit-ები. მაგ შემთხვევაში ვიტყოდი რომ შენ გაქვს გეგმა, იმიტომ რომ შენ ელოდები ფასის მოსვლას შენ ენტრიმდე და შემდეგ ანუ stop loss ავტომატურად გიყენია, ხო? ანუ შენ ესე ვთქვათ, ელოდები სანამ ფასი მოვა შენთან და პირიქით შენ არ დასდევ ფასს კოდში. იმიტომ რომ ეგრე ყოველთვის წაგებული გახდები. როდის ვიღებ ხოლმე ტრეიდს, მე ველოდები რომ გაირღვეს და ყოველთვის რიტესტზე ვიღებ ხოლმე და რა სად ხდება ხოლმე ეს რიტესტი. ეს რიტესტი რო ვიპოვოთ, სად შეიძლება რიტესტი მოხდეს, ყოველთვის უნდა ჩავიდეთ ხოლმე ან დაბალ ტაიმფრეიმებზე, ან თუ მაღალ ტაიმფრეიმებზე არის თვალით დასანახი, უბრალოდ მაღალ ტაიმფრეიმებზე შეგიძლია ხოლმე აიღო, ესე ვთქვათ, ტრეიდი. ნუ ახლა stop loss-ზე და entry-ზე და stop loss-ზე სიღრმისეულად არ ვილაპარაკებ, იმიტომ რომ ყველა breakout სხვანაირი entry და სხვანაირი stop loss-ი უნდა, მაგრამ basics გეტყვის თუ რაზე ვამახვილებ ხოლმე ყოველთვის ყურადღებას. მე ყოველთვის ყურადღებას ვამახვილებ იმ ადგილს, საიდანაც დაიწყო ზრდა, საიდანაც დაიწყო breakout. მაგალითად, ახლა რომ ავიღოთ, ეს ვქნათ. უბრალოდ მაგალითს მოგწონთ ახლა მეგობრებო. ვთქვათ, რომ წამოვედა ქვემოთ, წავიდა მაღლა, ვაკეთებთ ესეთ რაღაცას. გვაქვს ესეთი რაღაცა და გვაქვს breakout. ნახე, breakout-ი დაიწყო ამ წერტილმა. ხშირ შემთხვევაში ხოლმე ამ წერტილზე ვიღებ მე ტრეიდს, ეს წერტილი შეიძლება ქვემოთაც იყოს, ნუ არ აქვს მნიშვნელობა ეს რენჯის მაღლა იქნება თუ რენჯის ქვემოთ, იმიტომ რომ შეიძლება ჩვეულებრივად მაგალითად ესეთი რაღაცაც მოხდეს, ანუ ესეც breakout-ია, ხო? და ამ შემთხვევაში შეიძლება ითქვა, რომ ფასი აქამდე ჩამოვა და ამიტომ რომ ყოველივე breakout-ი არის სხვადასხვანაირი და ყველას უნდა სხვანაირი მიდგომა. მაგრამ ახლა გეუბნებით basic-ებს, რაც დაგეხმარებათ იმაში, რომ მის სულელური გადაწყვეტილება არ მიიღოთ, მაგალითად, რასაც ყველა იღებს ხოლმე და breakout-ის დროს breakout-ში შევიდეს ხოლმე. იმიტომ რომ ნახეთ, breakout-ი გაკეთდა და მე ველოდები, რომ ფასი ჩამოვიდეს აქ და ჩემი stop loss-ი მიყენია. ხშირ შემთხვევაში ეს არის level and stop loss-ი, ან level or stop loss-ი. ამასაც გააჩნია, რა თქმა უნდა, თუ როგორი, ესე ვთქვათ, კონსტრუქცია არის. და რას აკეთებენ ხოლმე ხშირ შემთხვევაში? სხვები აქ შედიან ლონგში, აქ შედიან ლონგში, აქ შედიან ლონგში და მე ისე ვისტოპებიან, ისტოპებიან და მე მივსებს ტრეიდში და შემდეგ მე შევდივარ და ფასი მიდის მაღლა. და რატომ არ არის კიდე აქ მაღლა შესვლა კარგი? იმიტომ რომ ნახეთ, როცა მე მაგალითად ვთქვათ, რომ ფასი ისევ ამ ადგილს გატესტავს, ხო? ნახეთ ახლა რა ხდება, მე თუ აქ ქვემოთ მაქვს აღებული ტრეიდი, ჩემი რისკ რევარდი არის უფრო კარგი, ვიდრე მაგალითად შენ თუ აქ გაქვს აღებული და შენ stop loss-ი გიყენი აქ, ნახეთ, ძალიან ცუდი რისკ რევარდია. ანუ ამ ყველაფერს უნდა მივაქციოთ ყოველთვის ყურადღება. breakout-ის ვაჭრობას მე ვაკეთებ ესე, ანუ მაღლითაც და ქვემოთაც, ბევრს ეშინია ხოლმე შორტებზე, მაგრამ შორტებზე ზუსტად იგივეს ვაკეთებ და ერთ-ერთი რაც შემიძლია გიჩვენოთ არის, რომ უბრალოდ შენი ჩარტი შემოვატრიალო, თუ შორტებს ვერ იღებ და უბრალოდ ლონგები აიღო. ანუ ნახეთ, ჩარტებზე გადავიდეთ მაგალითად. შენ მაგალითად ვთქვათ, რომ აი ახლა ამასაც განვიხილავ მე, იმიტომ რომ აქაც გქონდა რენჯი, გავარღვიეთ, მაგრამ აქ ტრეიდის აღება არ მინდა და გეტყვით მაგასაც რატომ? იმიტომ რომ ყოველთვის რენჯის გარღვევა ნიშნავს, რომ ჩემთვის ლონგები აქტიურდება, მაგრამ ხანდახან არის ძალიან საფრთხე ლონგები, რასაც არ ვიღებ. და ამას განახებთ ცოტა ხანშიც, მაგრამ მაგალითად ავიღოთ ის, რომ ვთქვათ, რომ ამ ლონგს ვიღებთ ახლა მაგალითად და გვინდა აქ ლონგის აღება, ხო? ნახეთ ახლა რა ხდება. დრო შემოატრიალებ, იგივე შორტი გამოდის. შეგიძლია შენი სამოატრიარო და უბრალოდ შორტს ხარ, მაგრამ ახლა პირიქით რომ გავაკეთოთ,
აქ არის იდეალური. ანუ ესეც სახიფათო შორტი არის ჩემთვის, ამ შორტსაც არ ვიღებ. მაგრამ ვთქვათ, რომ აქ არის რეინჯი, მაგრამ შენ გეშინია შორტის აღება. იმიტომ რომ სულ ლონგებზე ხარ შეჩვეულ, ნახე, გადმოატრიალებ ჩვეულებრივად ჩარტს. ხედავ რომ აქ რეინჯია მაგალითად, ანუ ხედავ რომ აქ რეინჯია, რეინჯი გავარღვიეთ და შენ ვფიქრობ რომ ეს ადგილი გაიტესტება და უბრალოდ აქ შედიხარ ლონგში. ანუ აქ ეძებ ლონგს, გააკეთებ შენ entries, შენ stop loss მაგალითად და შემდეგ ისევ გადმოატრიალებ და ლონგის მაგვირად შეხვალ შორტში. ну ეს ერთ-ერთი რჩევა ჩემგან, რაც შეგიძლიათ გაითვალისწინოთ, ვისაც ეშინია ხოლმე შორტის აღება. მაგრამ მოდი ახლა განახოთ რამოდენიმე მაგალითი, სადაც იდეალურად შემიძლია განახოთ ეს მაგალითები. რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩარტებზე ყოველთვის სხვანაირად გამოიყურება რეინჯი, ყველა რეინჯი ერთნაირად არ გამოიყურება, ყველას თავისი დამახასიათებელი თვისებები აქვს, ესე ვთქვა და ბაზარს უნდა მოერგო. ეს მე ხშირად მითქვა, რომ ბაზარი კი არ უნდა მოგერგო, შენ უნდა მოერგო ბაზარს და ბაზარი რასაც გეუბნება, უბრალოდ უნდა მიყვე. მაგალითად, ავიღოთ ეს ტრეიდი, აქ რაც მოხდა. ეხლა ნახეთ რა ხდება. გეტყვით მაგალითს თუ მე რას გავაკეთებ და გეტყვით მაგალითს თუ სხვები რას აკეთებენ და სხვები აქ მაგალითად რატო გაესწორ. აქ მაგალითად ჩვენ ხედავ რომ გვაქვს ჩვეულებრივი რეინჯი და რას ვაკეთებთ? ეხლა ჩვენ ვეძებთ უბრალოდ გვეგმოთ რა ტრეიდი შეიძლება გავაკეთოთ. ანუ არღვევთ ქვემოთ და ვიღებთ შორტს, ანუ არღვევთ მაღლა და ვიღებთ ლონგს. ეხლა დავველოდოთ თუ რას გააკეთებს ბაზარი. ეხლა ნახეთ რა ხდება. გადავახვიოთ ცოტა უკან კიდე. გადავახვიოთ უკან. კიდე უკან გადავახვიოთ. ნახე ეს გაია. ეხლა ნახეთ რა ხდება, რას აკეთებს ხოლმე ბევრი. აკეთებს ამას. აქ აყენებს ხოლმე stop loss და ნუ take profit სადაც გინდა იქამდე წავიდეს, იმიტომ რომ მაღლა არა გვაქვს არანაირი ინფორმაცია და შეუძლია ძალიან დიდი ზრდა გააკეთოს. ვნახოთ ახლა რას გააკეთებს. ბევრმა აქ არც დაფიქსირა მოგება, დარწმუნებული ვარ. ბუმ, გაისტოპე, ჩვეულებრივად გაისტოპე, როცა ანუ რიტესტზე უნდა გეყიდა და რატო ვამბობ ხოლმე რომ ანუ აქ გვაქვს ახლა ჩვენ რეინჯი. როგორც წევა ნაგიხსენით, შენ შეგიძლია entry-ზე და stop loss-ებზე არ ვილაპარაკებ ახლა, მაგრამ შენ შეგიძლია რომ აქ აგრესიულად აიღო, მაგრამ ისიც უნდა დაინახო საიდან მოდის ფასი, საიდან დაიწყო ფასმა ზრდა. აი time frame-ებზე რომ გადავიდეთ, ნახეთ. აი time frame-ზე რომ გადავიდეთ, აქ საერთოდ არ აჩანს ფასის დაწყება, ანუ მარტო დაბალ time frame-ებზე არის აქ ფასის დაწყება. აი 5 წუთიანზე 5 წუთიანზე აქ არის ფასის დაწყება, მაგრამ 1 საათიანზე და უფრო მაღალ time frame-ზე ვერ ხედავ. მაგრამ აქ 1 საათიანზე ვხედავთ ჩვეულებრივად, რომ აქედან დაიწყო ფასმა ზრდა. რა თქმა უნდა, თუ ხარ day trader და scalper-ი, მეც ჩავიდოდი ქვემოთ დაბალ time frame-ზე და დავინახავდი, რომ ორ ადგილას შეიძლებოდა მაგალითად ფასის შესვლა, ერთი არის აქ და ერთი არის აქ. რა თქმა უნდა, შენზე არის დამოკიდებული თუ აგრესიულზე შეყვალ თუ დეფენსიურზე. აქ მაგალითად ვხედავთ, რომ ინტერაქცია იყო და აქ შესვლა შეიძლებოდა, მაგრამ ყოველთვის უნდა გაითვალისწინო, რომ stop loss აქ რო დადებ, უნდა იცოდე, რომ ეს ადგილიც არის გასატესტი და ამ შემთხვევაში უნდა იცოდე, რომ stop loss-ი დადო ქვემოთაც, ანუ იმ მეორე ადგილი, რომელიც შეიძლება გაიტესტოს იმის ქვემოთ, რათა შენ არ გამოვარდე ტრეიდიდან. ნუ ამ შემთხვევაში შენ შეიძლება ტრეიდი აგიღო ან აქ ქვემოთ. რა თქმა უნდა, 1 საათიანს ვხედავთ, რომ ტრეიდი ასაღები არის ქვემოთ. ანუ აქამდე შეიძლება ფასი ჩამოვიდეს. ნახეთ რა ხდება, ფასი ჩამოვიდა აქამდე და გააგრძელა მაღლა ზრდა. როცა შენ მაგალითად, პირველიც და მეორეც და რომელიც მეორეც სტაზეც გაიტესტა და შემდეგ ფასმა გააგრძელა მაღალ და მაღლა. როცა შენ მაგალითად გაისტოპე. აი რატო ვამბობ, რომ ყოველთვის ტრენდში არის და ყოველთვის რეინჯი არის და ყოველთვის არის ფასი ესე ვთქვათ უნიკალური, ყოველთვის ერთნაირად არ გამოიყენება ხოლმე ესე ვთქვათ რეინჯები. ახლა ნახეთ რა ხდება, აქ 1 საათიანზე ვართ, ხო? ნახეთ. აქაც გვაქვს ჩვეულებრივი რეინჯი. ამას არ ვიცი ყველა ხედავს თუ არა, მაგრამ გვაქვს აქ ჩვეულებრივი რეინჯი. და აქაც შეგიძლია ზუსტად იგივე გააკეთო და აქ ხედავთ, რომ რეინჯის მაღალთა მხარე გაიტესტა, ქვემოთ ვჩავალთ, ვნახავთ, რომ ის ადგილი, საიდანაც დაიწყო ფასმა გარღვევა, ანუ ნახეთ,
აი ამ volume node-დან დაიწყო ფასმა გარღვევა და ეს volume node-ვე გაიტესტა, მაგრამ აქ ხედავთ რომ ესეც შეიძლება და გატესტილიყო და შენ უნდა ეზონა რომ stop loss-ი გეყენოს ამ მეორე ადგილის გასატესტს. ანუ თუ აგრესიულ სიღებ უნდა იცოდე რომ stop loss-ი ესეც უნდა დაფარო, თუ დეფენსიურ სიღებ, რა თქმა უნდა, შენი RR-ი უფრო კარგი იქნება, მაგალითად რომ ავიღოთ. აგრესიულზე შენი RR-ი კარგი იქნებოდა მაინც 1.3-ზე, მაგრამ დეფენსიურზე იქნებოდა სასწაული 1.7.5-ზე. ასე რომ ეს უკვე შენზე არის დამოკიდებული, თუ როგორ ტრეიდს აიღებ, მაგრამ ხედავთ რომ პრინციპი ყოველთვის ერთი და იგივე არის, რეინჯში ვართ, რეინჯი გაარღვიე, რეინჯი გატესტე და წახვიდი მაღლა. როცა ხშირ შემთხვევაში, როცა შენ გაარღვევდი რეინჯს, მაგალითად, ბევრი შეიძლება აქ შევიდა, აქ შევიდა, აქ შევიდა, მაგრამ ბრუნ გაისტოპნე და მე ფასი წავიდა მაღლა, ამიტომ ყოველთვის რომ ბრეიკაუთი უნდა ივაჭრო სწორად. თუ არ იცი რა არის ბრეიკაუთი, სწორად ვაჭრობა და შენ ბრეიკაუთის დროს შედიხარ ხოლმე ტრეიდში, რა თქმა უნდა, არ არის ჭკვიანი. აქაც მაგალითად ახლა ვხედავთ რომ არის რეინჯი, ვარღვევთ რეინჯის ქვემოთ, გაიტესტა და უკვე ჩამოდის ქვემოთ, ხო? ესეთი, ესე ვთქვათ, რეინჯები შეგიძლია ყველგან ვნახო და მარტო ესეთი რეინჯები არ არის. რა თქმა უნდა, გვაქვს სხვანაირებიც, მაგალითად, აი აქ ხედავთ რომ როგორც წეგან გითხარით, კომპრესია გვაქვს, კომპრესია, რომელიც მაგალითად დაბალ ტაიმფრეიმებზე, კომპრესია, რომელიც მაგალითად გაირღვა ქვემოთ, მაგრამ ეგრევე არ გატესტილა და გაიტესტა მომავალში. ანუ ნახე, აქაც გვაქვს ჩვეულებრივად ესეთი რეინჯი, რომელიც გაიტესტა მომავალში, ან მომავალში მაინც გაიტესტა და წამოვიდა ქვემოთ. ასე რომ ფასი, იმიტომ რომ ყოველთვის რომ ფასი არ ჩერდება იქ, სადაც ჩერდება ტყუილუბრალოდ, ესე იგი ისტორიაში მოხდა ესეთი რაღაცა, რამაც დატოვა ადგილები გასატესტი, რასაც ხედავთ აქ, აქ ქონდა რეინჯი, გავარღვიეთ ქვემოთ და შემდეგ მაინც გავტესტეთ, ხო? და ამიტომ უფრო ყველა რეინჯი ერთ და იგივე არ არის, ყველგან სხვადასხვა მიდგომა უნდა და მთავარი არის რომ ვიყოთ ფლექსიბელურები და სწორედ მოვერგოთ ჩვენ ესე ვთქვათ, სწორედ მოვერგოთ price actions და pass. და რაც მინდოდა მენახებინა თქვენთვის არის ის მეგობრებო, რომ ეხლა მაგალითად ეხლაც ვართ აი ამ რეინჯში, რომელიც გავარღვიეთ, მაგრამ ჩემთვის ამ რეინჯში, ანუ ამის გატესტვა აქ რო გავტესტავთ, სრულიად შესაძლებელია რომ ეს გაიტესტოს და მე გავაგრძელოთ ისევ მაღლა სვლა, მაგრამ მე ამ ტრეიდს არ ვიღებ და გეტყვით ეხლა რატო. და კიდევ ერთხელ მიხვდებით თუ რატომ არის ყველა რეინჯი სხვადასხვანაირი, მაგრამ ანუ პრინციპი ყველგან ერთი და იგივე. და რატომ არ ავიღებდი აქ მაგალითად ტრეიდს? იმიტომ რომ წინა ვიდეოსაც თუ უყურებთ, ანუ ბიტკოინის ჩარტის განხილვა რომ აქვს, ჩვენ ვიცით რომ ანუ ეხლა ლოკალურად შეიძლება ვართ პოზიტიურ სენტიმენტში, გავარღვიეთ რეინჯი, ვიღაცამ შეიძლება იფიქროს რომ გავტესტო და წავიდეთ მაღლა, მაგრამ თუ გააკეთებ შენ zoom out, ჩვენ დავინახავთ რომ აქაც გქონდა რეინჯი, რომელიც გავტესტეთ, აი ჩვეულებრივად შეგიძლიათ და იმიტომ რომ კიდევ ერთხელ რომ price action არის უნიკალური და ანუ ეხლა კიდე რაღაცას დავამატებ. იმიტომ რომ ინდიკატორებზე ვაჭრობა არის უდიდესი სისულელე. ინდიკატორი ვერ განსაზღვრავს price action-ი სად იყო, როგორ იყო რანაირად და ასე შემდეგ. ნუ ეს უკვე ცალკე თემა არის კიდე, მაგრამ აქვე მინდოდა დავემატებინა. ეს არის რეინჯი, რომელიც გავარღვიეთ და ჩვენ ის რომ მომავალში შეიძლება გაიტესტოს და შეიძლება გაიტესტოს ის ადგილი, საიდანაც დაიწყო რეინჯმა, ესე ვთქვათ, ვარდნა და აი აქ ხედავთ რომ ეს ზუსტად გაიტესტა, ანუ მთლიანი რეინჯი გაიტესტა, რეინჯის მაგალითად მხარეც და ჩვენ აქ ხედავთ რომ გვაქვს ინტერაქცია და ჩამოდის ქვემოთ, ანუ high time frame-ზე რო შევხედოთ, მაღალ time frame-ზე რო გადავიდეთ, ეს რა თქმა უნდა უკვე დამოკიდებული არის გამოცდილებაზე და ეს უკვე გამოცდილებიდან ვიცი რომ ესეთი ტრეიდები არის სახიფათო, იმიტომ ჩვენ გვაქვს ესე ვთქვათ, ვართ დაღმავალ ტრენდში, lower low-ები და lower high-ები გვაქვს. აქ გვაქვს მაგალითად lower high, lower low, lower high, lower low და ეხლა ლოკალურად ჩვენ გვაქვს ესე ვთქვათ აღმავალი ტრენდი, მაგრამ დღიურზე რო შევხედავთ, დღიურზე ჩვენ ისევ დაღმავალ ტრენდში ვართ და სანამ არ გავარღვოთ ესე ვთქვათ ამ დღიურს, მანამდე პოზიტივი არ იქნება ესე ვთქვათ swing ტრეიდებისთვის, მაგრამ ეხლაც მაგალითად day trade-ზე რო ვილაპარაკოთ, რატომ არ არის საინტერესო, იმიტომ რომ lower low, ეს არის ჩვენი high და ამ ჩვენ highs ვარეჯექტებთ, ვაკეთებთ lower highs და ესე ვთქვათ, აქაც გქონდა ესეთი range, რომელიც გავარღვიეთ და ეს შეიძლება იყოს იმის ტესტი, ანუ იმ range-ის ტესტი, რომელიც აქ გავარღვიეთ, შეიძლება აქ შევიდეს ბევრი short-ში და ისეთი ძალით შევიდნენ short-ში, რომ ეს ადგილი ვეღარ შევინარჩუნოთ და უბრალოდ მაღალ high time frame
კონსტრუქცია გავაგრძელოთ, high time frame ტრენდი გავაგრძელოთ და წამოვიდეთ უბრალოდ ქვემოთ და უფრო ქვემოთა ლეველები გავტესტოთ. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი და კიდევ მეორე მიზეზი არის, რომ ჩვენ აქ ხედავთ ესე ვთქვათ, ფასი როგორ ყიბეს აკეთებს higher highs და higher lows. ძალიან კარგი ტრენდი არის. ესეთი ყოველთვის შეგიძლია ძალიან იდეალური ტრეიდები აიღო, ეს მაგალითად ძალიან იდეალური ტრეიდი იყო, შემდეგ კიდე გავტესტეთ. შორტებიც ძალიან იდეალურია ესეთ ტრეიდებში, ესეთ ტრენდებში, მაგრამ როცა ჩვენ ვაშენებთ ესე higher high-ებს და higher low-ებს, ძალიან დიდი ლიკვიდიტი შენდება ხოლმე, რის შემდეგაც ხშირად ხედავ, რომ არის ხოლმე ესეთი ფლუში. ანუ ვიცით, რომ აქ აყენებენ სტოპ-ლოს, აქ აყენებენ სტოპ-ლოს, აქ აყენებენ სტოპ-ლოს და არის ხოლმე ფლუში. ამიტომ მე ვარიდებ თავს ახლა აქ ლონგის აღებას, სანამ მაგალითად ჩვენ არ გავარღვევთ აი ამ რეინჯს. თუ გავარღვევთ აი ეს რეინჯი და 4 საათიანზე აი ეს რეინჯიც, მაგ შემთხვევაში მე დავიწყებ ლონგების პოვნას, სადგამი აქტიურდება ლონგები, რომ ლონგები ავიღო აგრესიულად. მაგრამ აქ ჯერჯერობით ჩემთვის ლონგის აღება არის სარისკო, იმიტომ რომ შეიძლება ჩვეულებრივად lower low და lower highs კონსტრუქცია გაგრძელდეს, იმიტომ რომ აქ კიდევ ერთხელ დაგიხაზავთ, გვაქვს მაგალითად lower high და lower low და ყველაფერი ესე ჰორიზონტალურად, ვერტიკალურად არ ადის და არ ჩამოდის, ხო, ყოველთვის ტრენდში გვაქვს. და ახლა ნახეთ რა ხდება აი აქ, ეს ადგილი ახლა რასაც დავხაზავ, ჩათვალეთ რომ არის ეს ადგილი. და ახლა ნახეთ რა ხდება. აქ შეიძლება შენ ლონგი აიღო, აქ შეიძლება ლონგი აიღო, მაგრამ რაც უფრო და უფრო მაღლა მიდიხარ ტრენდში და რაც უფრო და უფრო უახლოვდები შენ წინა ჰაის, მით უფრო სარისკო ხდება ტრეიდის აღება, იმიტომ რომ შეიძლება ეს დიდი ტრენდი, რაც აქამდე იყო, გაგრძელდეს და წამოვიდეს ქვემოთ. და რა თქმა უნდა, რაც უფრო მაღლა აქ თუ აიღებდი ლონგს, შენი რევარდი იქნებოდა აი ეს. აქ თუ აიღებდი ლონგს, შენი რევარდი იქნებოდა აი ეს და აქ თუ აიღებდი ლონგს, შენი რევარდი იქნებოდა აი ეს. ანუ რაც უფრო და უფრო მაღლა დიხარ, შენი რევარდი მით უფრო და უფრო პატარა ხდება და იმიტომ არის ესე ვთქვათ, არც თუ ისე საინტერესო ამაში ესეთი ტრეიდის აღება, როცა შენ უკვე აქ იმყოფებიან აქ, რასაც ახლა მაგალითად აქ ხედავთ, რომ ჩვენ იმყოფებით აი აქ, რაც რა თქმა უნდა, ლონგებს სარისკოს ხდის და შეიძლება ჩვენ high time frame ტრენდი გავაგრძელოთ და წამოვიდეთ ქვემოთ, რა შემთხვევაში გააქტიურდებოდა ჩემთვის ლონგები, როცა აქ ვართ, თუ გავარღვევდით ამას და შევცვლიდით ტრენდს, მაგ შემთხვევაში ესე ვთქვათ, გააქტიურდებოდა ჩემთვის ლონგები. ეს არის მეგობრებო breakout-ის ტრეიდი, breakout-ის ტრეიდინგი, ანუ როგორ უნდა ავიღოთ ტრეიდი breakout-ზე, ესე ვიღებ ყოველთვის. მე ესე ვთქვათ, ვგეგმავ ხოლმე ჩემ გეგმას ტრეიდში შესასვლელად, ახლა მაგალითად, აქ რომ მინოდეს ტრეიდში შესვლა, მაგალითად, ეს 1 საათიანზე ვიცი რომ ეს არის შესვლის ადგილი და სტოპ-ლოსი უნდა მოვძებნო აქ სადმე ქვემოთ. ამ შემთხვევაში ჩავდოდი double time frame-ზე fine tuning-ს გავუკეთებდი ჩემ entry-ს, სად შეიძლება შევიდე, სად შეიძლება გაეტესტოს, რა ადგილი მინდა რომ დავფარო ჩემი სტოპ-ლოსით და ასე შემდეგ და ჩემ ორდერებს დავაყენებდი და მორჩა დაველოდებოდი სანამ ფასი მოვიდოდა ჩემთან. მაგრამ რას აკეთებს ხშირ შემთხვევაში, ყველა უკვე აქ არის შესული ლონგში. შეიძლება თუ არა ფასი წავიდეს მაღლა, შეიძლება თუ არა გააკეთო ფული, შეიძლება, მაგრამ ჩვენ ვიცით რომ ეს არის უკვე სარისკო, იმიტომ შენი რევარდი აღარ არის ძალიან დიდი, ანუ შენ თუ აქ ახარ შესული, ვთქვათ რომ აქ ვიღაცა შევიდა, ახლა სტოპ-ლოსი უყენია ესე, ანუ შენი რევარდი რა თქმა უნდა აღარ არის კარგი, ხო, მაგრამ ახლა უბრალოდ ზედაპირულად რომ დავხაზო ახლა entry და stop-loss-ი, ნახე უკვე 1.5-ზე გამოდის, ხო? ამიტომ არის რომ უნდა დაგეგმო შენი ტრეიდი სანამ ორდერი დადო და რო ჩამოვა შეგივსოს და მე გაგიაქტიურდეს ესე ვთქვათ ტრეიდი, მაგრამ როგორც ვთქვი ამ ტრეიდს ხოლმე რომელიც მე დავხაზე აქ არ ავიღებდი, უბრალოდ მაგალითად მოგეცით თუ რა არის განსხვავება rewatch-იც. მაგრამ ახლა მაგალითად არ ავიღებ ტრეიდებს, სანამ ჩვენ აი ამ ბლოკს არ გავარღვევთ. ამ შემთხვევაში დავინტერესდები მე ტრეიდის აღებით, მაგრამ როგორც წინა ვიდეოში აღნიშნე, შეიძლება აქ იყოს უბრალოდ liquidity flush და მე წამოვიდეთ ქვემოთ, იმიტომ რომ აქ ყველგან აყენია stop-loss-ები. აი წერან რაც გითხარით, რომ მე მაგალითად აქ თუ ავიღე სადღაც ტრეიდი, სად დააყენებს ყველა stop-loss? აქ. სად არის liquidity? აქ. ანუ რა არის liquidity? Liquidity არის რომ ყველა გაისტოპოს. მე შეიძლება ვიღაცებს აქ ეყენოთ stop-loss-ი, აქ ეყენოთ stop-loss-ი, აქ ეყენოთ stop-loss-ი და ანუ ყველა გაიფლუშება. მე ჩამოვართ უფრო ქვემოთ ლეველებს გავტესტავ და მე დავიწყებ ისევ ესეთი კონსტრუქციების შენებას,
რომელიც მე შეიძლება გაიღოს და წავიდეს მაღლა. ანუ press action ძალიან მიყვარს, ანუ ეს ყველაფერი მე ძალიან სიამოვნებს ფასი როგორც მოძრაობს, როგორც აგიხსენით. ფასი არ ჩერდება იქ, სადაც ჩერდება ყოველ უბრალოდ განახეთ კიდევაც მაგალითები და თუ თქვენ დაიწყებთ breakout-ს ისე ვაჭრობას, როგორც მე აგიხსენეთ ახლა, უფრო ნაკლებ შეცდომებს დავუშვებთ და თქვენი ტრეიდი იქნება უფრო მსუყე, ანუ უფრო დიდი მოგება იქნება, უფრო კარგი რევარდი იქნება, ვიდრე რომ გაარღვევს და მაგ შემთხვევაში შედიხარ ტრეიდში, იმიტომ რომ ყოველთვის ვიცით რომ რიტესტი ხდება და იმ რიტესტში შეიძლება შენ გაისტოპო და მერე წავიდეს ფასი მაღლა. თუ გაქვთ რაიმე კითხვები, მეგობრებო, აუცილებლად დასვით კომენტარებში ან შემოდით Discord-ზე და დიდი სიამოვნებით დაგეხმარებით და თუ მოგეწონათ ვიდეო, აუცილებლად დალაიქეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი.